და ახლა სტუმრის ჯერი დადგა ჩვენ შოუში. სტუმრად მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ადამიანი. მე მინდა გამოვაცხადო, იმიტომ რომ პაატა სიურპრიზი მოუმზადე. საინტერესოა, საინტერესო. მაშასე რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი. კარგია. და გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი ბექა სონგულაშვილი. Bravo, დიდი მადლობა ბექა, ჩემო ნიკოლოზ, აი იმის ბრალია სიურპრიზი რომ მოამზადე, ერთი რეგალია გამოგრჩა ბექუშას. ხო. თელავის თეატრის მსახიობიც გახლავთ. ამას მუსიკა უნდა. ხო და სხვათა შორის პირველი პრეცედენტი დაუშვი მე ჩემი ხელმძღვანელობის დროს, რომ თელავის თეატრში მეც პირველი ხელმძღვანელი ვარ და ბექა სონგულაშვილის პირველი მსახიობია გურჯაანიდან თელაველმა რომ მიიღო თეატრს. მაგრამ გონი არ იცოდა თვითონაც, თორე არა, ნამდვილად არ მეგონა, თორე მაგას. ბექა, დიდი მადლობა რომ მოხვედი. მესმის რომ ბევრი საქმე გაქვს. სხვათა შორის როცა ბექა მიდიოდა ამ სამსახურში დამირეკა მითხრა ესეთი ამბავია რას მირჩევ შენო და რა ვიცი ხა გურჯაანის კულტურის ცენტრი შენთვის სამსახურია და ჩემთვის ანეკდოტა. მაგრამ სადაც შეხარ იქ საქმეს გააკეთებ. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. სხვათა შორის ახან ანეკდოტებს ჩავუვარდა. ადრე იყო ასეთი ანეკდოტი რა. ქუთაისელები თხოვეს იმას რომ პლაჟი გაგვიკეთეთო, პლაჟიო და პლაჟი რა გინდა თქვენ ზღვა რა გაქვთ და აბა გაგეცვა კულტურის ადრე იქნებოდა ახლა პლაჟიც აგვაქვს ქუთაისში და შესაბამისად რა ხდება ბექა მითხარი ახლა კულტურის ცენტრში აი მაგალითად რა სახის ღონისძიებები გაქვთ გატარდება ისე ხო არ არის მოდები ჩვენება რო აი სიყვარული ყველას უნდა ხო იცი აი მაგალითად ესეთი რაღაცა ამ კოსტუმის ქვედა ნაწილს სარვალთან აქვს კავშირი დიზაინის ავტორია ბექა სონგულაშვილი და შორის არ არის ცუდი იდეა. არა, სპექტაკლები რომ გითხრა როგორ არის და ხა ხუმრობას გავანებოთ თავი ჩვენგანაცემაში ხუმრობას რა უნდა. ხო ეხა ორი გენიოსი მისხედხართ აქ და მოკლედ მაინც არ დაგინდობთ. გურჯაანის კულტურის ცენტრში პირველ რიგში მინდა ვთქვა ის რომ ორი პროფესიული ფოლკლორის ანსამბლი ყავს, ანსამბლი გურჯაანი და ანსამბლი ხარება. ორივე ძალიან კარგად ვიცნობ და ნიჭიერი ხალხია. ეხლა მეგა შოუში იღებენ მონაწილეობას და გვიბალეშიკეთ. მეგა შოუ ხალხური. პირველ საზოგადოებრივ არხზე რო გაქვს. კი. ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები და ეხლა ჩვენ რაც მე ჩავედი შენ ჩამოთვალი არაფერი არ იცი და რატო ხელმძღვანელი ხო და აი რაც ვიცი ანუ თეატრალური დასიყვავს უკვე ახალგაზრდული ძალიან მაგარი ახალგაზრდები საოცრება ბავშვები არიან გავაკეთე კასკადიორების სკოლა იმიტომ რომ ანუ კულტურული მაყურებლები გურჯაანში არსებობს კასკადიორების სკოლა. თუ დაგჭიდათ განსაკუთრებით თელაველებო თუ რამე კასკადიორია საჭირო მიუშვით გურჯაანელებია. სხვათა შორის ბექა მოდიში გაწყვეტებ რა თქმა უნდა ეს მინდოდა მეკითხა ეს შენი იდეა იყო ხო? კი ანუ ეხლა ჩემო ნიკოლო მაპატიე რა. გურჯაანში როგორ იცია რომ აწყვეტინებენ შაჭერდიო. ბოდიში შაჭერდიო. ჩვენ ხო ეხა ხუმრობთ ყველაფერზე. ეხა ნახე ეს კასკადიორების ისტორია რა არის და საიდან დაიწყო ბექამ ეს მე ვიცი, მაგრამ კარგია რომ მაყურებელი გაიგებს. ერთი რაც შემიძლია გითხრა რომ საქართველოში არ არის მსგავსი რომელსაც ასეთი მიღწევები აქვს. ხო, რა თქმა უნდა, საინტერესოა ძალიან რა. ჩემი მეგობარი დავით ხუბუა, რომელმაც ასე ვთქვათ, საქართველოს შემოუნარჩუნა ეს მიმდინარეობა,
მასთან ერთად მე გავაკეთე კომპანია Action Production-ი, რომელმაც 100-მდე პროექტში მიიღო მონაწილეობა საქართველოში და საზღვრებს გარეთ და მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ეს იყო Kingsman 3, სადაც ჩვენი მონაწილეობით მივიღეთ მონაწილეობა ერთ-ერთ უდიდეს პროექტში action სცენაში, სადაც კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი უდიდესი ჯილდო აიღო ამ action სცენამ. ვინც წავიდა, ანუ ვინც გავაგზავნეთ ჩვენ, ეს იყო ლაშა, ძალიან მაგარი ბიჭი, ანსამბლ რუსთავის მოცეკვავე, ყოფილი. რა გვარია ლაშა? ლაშა მძინარაშვილი. მაგრამ ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ეს action სცენა გაკეთდა ქართული ცეკვის ელემენტებით და ეს იყო სოფლიოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული და სიახლე. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე, რომ გურჯაანში ჰოლივუდში მოღვაწეობს, ხო? კი, ამერიკაშია ეხლა. აქედან წაიყვანის. კი, ანუ ბევრი შემოთავაზებები აქვს, როგორც ვიცი, და ანუ საკმაოდ წარმატებული ბიჭია ლაშა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრომა მართლა. აი და გურჯაანთან რა კავშირში? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ქორეოგრაფიული ანსამბლებია, არის სპორტული, ასე ვთქვათ, წრეები, გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ადგილზე კასკადიორული სკოლა და ახალგაზრდები უკვე გადაღებებში იღებენ მონაწილეობას, მალე უკვე ინდოეთში სწავლენ და იქიდან გამომდინარე, რომ დიდი კონტაქტები მაქვს მე ამ მიმართულებით, ვცდილობ, რომ ჩვენი ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდნენ და რაღაცა თავისი გზა კიდე. ანუ არა მარტო საქართველოში, საერთაშორისო ბაზარზეც. კი, რა თქმა უნდა, უფრო საზღვარგარეთ ვიდრე საქართველოში, კი. ძირითადად უცხოელებზე ვმუშაობთ, მაგრამ მე ეხა ამ პროდუქშენში აღარ ვარ, მაგრამ იქ გურჯაანში ვეხმარები დათოს, რომ ეს ახალგაზრდები გაიზარდონ. ურთულესი ამბავია ეხლა პირადი გამოცდილებიდან ამ გზაზე თბილისი, თელავი, გურჯაანი, ღვინო კარგი. რაც მატებს ჩემო ბატონებო, ასე ვთქვათ, სტიმულს გაძლევს, რომ იარო. როგორ მიდის, შეც არ მინახარ დიდი ხანია და სმაში როგორ ახარ? ვერ სვავ, დრო არ მაქვს. დრო არ გაქვს. ხო და მოვიმდურებ თელენათესავ. დამიჯერე დალიე. მერე უფრო აღარ გიქნება დრო და ჯანმრთელობა. ხო და აქვე მინდა თქვა, რომ ეს არის უფასო. და თელაველებსაც შეუძლიათ ივარჯიშონ და ანუ სადაც რამე რთული სირთულე იქნება ხოლმე, ცეცხლი იქნება თუ ჩამოვარდნა იქნება, გავუშვებ თელაველებს, ეგ პრობლემა არა. ის პირიქით აპირებდა. ჩვენ ვართ მაინც მეგობრები. კი, რა თქმა უნდა. და ორ ცეცხლ შუა თელაველი და გურჯანელი მაინც გადაარჩენ. სხვათა შორის გურჯაანში, ანუ თელავის გავლით ჩავედ. კი ბატონო, აბა ეხლა როგორ? ძალიან მიყვარს. ბევრი წელია სცენაზე ხარ და ეხლა მე რაღაცეები ვიცი, მაგრამ შენ მინდა რომ გაიხსენო ისტორიები, გინდა არა გინდა რა თქმა უნდა წარმატებები შესაქმეში და გურჯანელებს ყველას ეხლა თავისთავად კარგია ერთი რამე ფაქტი, რომ ამ სპექტაკლებში, რასაც არ ამბობ, რომ თელაველი მსახიობებიც გეხმარებიან, თამაშობენ, იმიტომ რომ კულტურის დონე სხვა არის მაინც თელავის და დაიხმარე, ისევე როგორც გურჯაანილი გვეხმარები, შენც თელავში რაღაცა. ასია ჩემო ბატონო, რაღაცა ხელმახელი დაბანაო, მაგრამ ბარტერი გავაკეთე. სხვათა შორის რუსთაველის თეატრშიც ასეთი რიცხობრივი რაოდენობით, რაც ორს არ გამწდარა, მე და ბექა ვიყავით კახელები, როცა მოვედით რუსთაველის თეატრში და ისიც ერთი თელაველი და ერთი გურჯაანელი. და დანარჩენი ძირითადად იმერლები. ხო, კი ბატონო. მე არ ვიღებ ხმას, არ. მე გავჩუნდე. ბექა, რამე ხო არ მოგვიყვები, რამე გახსენდება ისეთი. ხო, რახან ეხა ქორეოგრაფიულ ანსამბლებზე ჩამოვარდა საუბარი, მაშინ ერთ ისტორიას მოვყვები, ეს დაახლოებით 15 წლის უკან გადამხდა. წამყვანი ვიყავი ასეთი საბავშვო ქორეოგრაფიული ფესტივალი იყო. და ეს ფესტივალი არის როგორ იცი, ანუ დილის 10 საათზე რო იწყება, თავდება ღამის 12 საათზე. და ეს მთელი საქართველოდან რო ჩამოდიან ბავშვები, ანუ ხო გამოდიოდი, გამოვაცხადებდი, თქვათ, გამოდის ანსამბლი რაღაც ეს და ეს, შემოვიდოდა ხალხი ამ დარბაზში, გაივსებოდა დარბაზი, იცეკვებდნენ ეს ბავშვები, რო გამოდიოდი მეორე ანსამბლის გამოსაცხადებლად.
ეს ხალხი გადიოდა და შემოდიოდა ახალი იმათი მშობლები. ანუ მშობლები, ახლობლები ერთ ცეკვას ესწრებოდნენ, მიდიოდნენ, მოდიოდნენ, ეგ არის და ეხლა სცენის გვერდით რაღაც დიდი ჯიბი აქვს და კულისა. ხო, ანუ კულისის იქით დიდი ჯიბი რო არის, აი მან ემზადება ერთი ანსამბლი, ეთყობა რომ რაღაცა ძალიან მოხუდილები არიან და ძალიან მოწადინებს. ხო, ძალიან შენ გადაღლილი. ხო და მე ეს ბიჭირავს და რაღაც მიიპყრო ყურადღება, ჩემი ყურადღება მიიპყრო ამ ანსამბლმა და ამათმა ხელმძღვანელი. ქორეოგრაფმა, ხო, მზადებმა. ხო და ეხლა ეს ბავშვები ესე ჩანსკრიბებულები არიან, ელოდებიან თავის მუსიკა როდის დაიწყება და მოკლედ ესე არიან რაღაცა და ესე უუბნება აბა ეხლა თქვენი ცითო ჩამოვლაზია რა აბა ეხლა თქვენი ცითო მთელი საქართველო აქ არისო უყურებსო ყველაო თქვენი მშობლები არა და ბებია და ბაბა და უყურებს ყველაო და ყველაზე მაგრები ჩვენ უნდა ვიყოთ უნდა დავანგრიოთ სცენაო და იცო შენო იქო რომ შეხვალო ცერული კარგად გააკეთეო თორე მოკლავ კი მას და მოკლედ აბა ეხლა მზად იყავითო უნდა დავიწყოთო და დაიწყო ამათი მუსიკა და წავიდა და შენი შევიდნენ, მოკლედ შევიდნენ და ცეკვავენ და ეხლა სოლისტი დგას, ელოდება თავის დროს და გმინავს ეს სოლისტი, ეს შვება რა. და ეს ტიპი ეუბნება რომ მოკლედო, აბა შენიციო, ეხლა ისინი ხო ცეცხლს დაანთებენო, შენო ნავთი და ბენზინი უნდა დაასხაო და მოკლედ უნდა დაგლიჯო. კიო მასო, აბა რაო და თან მასაჟს უკეთებს ეს. ოღონდ იცოდეო 100 არ დაიძახო. ამ ცეკვას 100 არ უხდებაო. არა, მას 100-ს როგორ დავიძახებო? არა. გეუბნები 100 არ დაიძახო. არა. მოკლედ ასეც მოვიდა 1 2 3 4 შევარდა ეს და 100 არ უნდა 100 არ უნდა 100 შენი დე იმ კაც მევასულიერებდი ჩემი ამღუბა და მაგზია რა არ უნდა იმის შემდეგ ასაქვია იმასთან კარგია ეკა რა მინდა რომ გთხოვ ახლა ნუ შენ და პაატა დიდი ხანია რომ მეგობრობდა შესავა კოლეგებიც თავისთავად და პაატაზე ხო არ გახსენდება რა მე ისტორია იქ რომ მე მეტაკა ის რა გინო მოკლედ ჩემზე არ ვიცი ხარ ამდენად მოეწონება გურჯაანელი რომ პაატას ამბავს მოყვება მაგრამ მოკლედ სპექტაკლზე მუშაობთ ესეთი სპექტაკლი გქონდა ჰამლეტი კომიქსი ანუ გაკომიქსებული იყო ჰამლეტი უშუნდროც და თამაშობთ ერთად და ოღონდ რეპეტიციები გვაქვს და ძალიან ანუ დღე და ღამე რეპეტიცია გვაქვს და ერთი დღეც არის ახლა შემოვედით ვისვენებთ ოთახში და ერთი არ დავლიო ძმაო დავლიო ხო და ეხლა ანუ დაახლოებით ეს სპექტაკლი იყო 18 წლის უკვე თუ რაღაც და ეხლა ახალგაზრდები ვართ ფული არ აქვს არაფერი არ აქვს პაატა ეხლა ესეთია უკვე რა ანუ გულიაშვილია უკვე და თავის საქმე აქვს და მილიონერი ეგრაუდა ამ ხალხს და აცევა რა და პაატა მაშინ რეკლამას უკეთებდა რაღაც კვერცხი იყო რა რაღაც კვერცხი კვერცხის რეკლამას აკეთებდა კატვის კვერცხი ხო კატვის კვერცხი ო რა და კონკრეტი რა ხო მარშრუტკებზე და ანუ დიდი ისინი იყო რა პაატა და კვერცხის რეკლამას ირურჯიაჯრიჯინას ფერმაში მუშაობის დასწრება ეს იყო რეკლამაში არ ჩაგვეთვლება იმედია საგარეჯოს მეფრინველეობის ფაბრიკის კვერცხი და ესეთი რეკლამა იყო კვერცხი მეჭირა გადავიღე დილის გადაცემაში ვითომ ზარეული ვიყავი ყველაფერი ხო წინ მიდის მაგრამ მაშინ ესეთი რეკლამები იყო და ესე ბევრი კვერცხები მედო და ამოვიღებდი და დადო აი ეგ პერიოდი დადო იჟობა იყო რა აი ეგ პერიოდია და მოკლედ ძმაო ერთი წამი მე დავრეკავ რა და კვერცხებს მოვატანი და პაატმასთან კახა კუპატაძე მარტო ცხოვრობდა საბურთალოზე მეორე პლატოზე და იქ ვიკრიბებოდით ხოლმე. ხა ურეკავს. გამარჯობა ძამიკო. ერთი დღეს кейფი გვინდა ბიჭებს რა და ერთი 10 ლატოკი კვერცხი გამომიგზავნა რა. სად უნდა მოიტანოთ ბიჭო?
ის რაღაცა საბურთალოზე მეორე მიკროში. საბურთალოზე მეორე მიკროში მეხუთე корпуსი მესამე სართული. კარგი ძმაო, შეციმეძიო, კარგი. წავედით. მოკლედ წავედით. წავედით ეხლა და ავედით სახლში. ეს რეკავს რომ მოვიდნენ და გადავიხედეთ და არიქა პაატამ დარეკაო კვერცხი უნდაო და ყველა ვინც კი დისტრიბუტორი იყო ამ თბილისში ყველა მოადგა ამას და გადავიხედეთ და ბევრი მარშრუტკა პაატას ეს აფსუს ეხლა ამ წინა სააღდგომოთ აღარ ვაკეთებ და ვიღა გამოგიგზავნის ყველა მათათი ლატოკი კვერცხი ამოგიტანა მოკლედ და ეს დევს ეს ანუ დიდმაგიდაზე თუ კვერცხი რა ვქნათ ეხლა რა ვქნათ და გავაკეთოთ ეხლა ზოგმა ჩაშუშული ზოგმა ხაშლამა კვერცხის ხაშლამა ზოგმა მოუხარჯოთ ზოგი მწვანილი ზოგი კვერცხის ტყემალი კვერცხის დოგვი კვერცხის და აი ესე ყველაფერი კვერცხის გავაკეთეთ მოგვეყო ერთი 10 დღე დავიწყეთ კეიფი მოკლედ და კაი შემთვრალები ვართ უკვე და კუპატაძე დგება ეხლა მე ხილის ასორც მოვიტანა და კუპატაძე ესეთი ტიპია რა ანუ იმას კარტოფილიც რო შეწვას რაღაცა უნდა დაადოს რაღაც შეიძლება ვარდი დაგიდოს რომ გაალამაზოს ისე უნდა მოიტანოს და ხედავთ და შემოაქვს ესე დიდ სინზე კვერცხის ბანანი, კვერცხის ვაშლი, კვერცხის მოკლედ აი ესეთი იყო ეს კვერცხის ამბავი. სერიოზულად, ათი სხვათა შორის ერთი ორი კვირა მატიკოს გაუარა სიყვიтлებ. ყველას ბოტკინი ეგონა. კიდე რომელს გამოარჩევდი, ჩემზე რომ მოყევი მსახიობებს. მოკლედ რუსთაველის თეატრში ხო ანუ საოცარი ურთიერთობებია თეატრში, ყველა ვიცნობთ ერთმანეთს ისეც როგორც არის. რაღაც განსაკუთრებული იუმორი და განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ურთიერთობა გვაქვს და ასეთი ძალიან დიდი არტისტი მამუკა ლორია, რომელიც სამწუხაროდ რამოდენიმე წლის უკან გარდაიცვალა, ძალიან მეგობრობდა ჩემთან და არა მარტო ჩემთან, ყველასთან და ხოდა ძალიან მაგარი. შენთან განსაკუთრებით მეგობრობა. ხო და ხოდა ძალიან მაგარი იუმორი. ხო და სამწუხაროდ რაღაცა ბოლო პერიოდია უკვე და ერთად ცხოვრობდით ერთ უბანში და მეტყოდა ხოლმე სპექტაკლის შემდეგ. სამულ წამიყვან აბა რას ვიზავ მეთქი და მოკლედ ჩამყავდა ბანკად დავშდებოდით მანქანაში მივდიოდით. ეხლა მივდივართ და გზაში მეუბნება. სამულ რა 10 ლარი არა გაქვს? რა თქინდა 10 ლარი მამუკა მეთქი. ვიცი რა უნდა ჩეკუშკა უყარდა ხოლმე და მიდი რა ეხა ნუ გაატრაკე ერთი 10 ლარი ამოიღე ჩეკუშკა მიყიდე რა. კაი რა მამუკა მეთქი რა. დალევა არ შეიძლება. მიდი აი ეგერ გააჩერე მანქანა ეგ მაღაზია გააჩერე და გადადი. კაი მეთქი ხა სხვა რას ვიზავ მამუკა ლორია მეუნება ხო და ხო მართლა ერთი წითელი ელემის წამომიღე. კაი მეთქი გადავედი მანქანიდან და მეძახის. ნაპოლეონ რა შენთვისაც წამოიღე რამე. რა საყარელი კაცი. შენი ფულით და შენთვისაც თუ აი საოცარი ადამიანი იყო რა ეს ყველაფერი ქონდა მომზადებული რომ ამაზე ეღადავა. ესეთი საოცარი კაცი იყო მამუკა სამწუხაროდ. ესე იგი იცი რა მაინტერესებს გასტროლებზე ხარ ხოლმე ხშირად? რა თქმა უნდა. მოკლედ თურქეთში ხა ჩემმა ცოლმა და მისმა დაქალებმა წავიდეთ თურქეთში და გავყევი მეც ხა. მარტო ხო არ გავუშვებ. გამოტყდი ხა წაგიყვანეს. წამიყვანეს. გავყევი. მოკლედ ხა რაღაც იქ ვართ გრანდ ბაზარში წავიდეთ გრანდ ბაზარში და აუ მე ხა ამათთან ერთად გრანდ ბაზარში წარმოიდგინე და იარო და მე რა უნდა გავაკეთო ხა და მოკლედ გავყევი ხა რას ვიზავდი ხო და ამ გრანდ ბაზარში შევიდნენ და ხო შეიძლება მიხვიდე რამე ესეთი ნახატები ან რაღაცა ხელოვნების ნიმუშები რაღაცა ყველაფერი იყიდება. არა ესენი შევიდნენ სუნელები, ესენი რა ქვია, კამპოტები, ჯემები, აი ესეთ ადგილზე დადიან და დავიღალე და მოკლედ სადღაც ესეთი მყუდრო ადგილი ამოვირჩია და დავდექი, ოღონდ აი ამ განწყობით გავარ, აი. ხო და ვიღაცა თურქი მიღიმის იქიდან ოქროს კბილებით, ესე მიღიმის. გურჯისტან
გურჯისთან. მოდი. რა არის მეთქი? მოდიო. მივედი, ამას აქვს ჯემების რაღაცა კოლექცია, აი ძალიან ბევრია რა, აი ყველაფრის ჯემია, თევზის ჯემი, კვერცხის ჯემი, აი ყველაფრის ჯემია და მოკლედ ყველაფერზე მეუბნება რომ ესო მაგარიაო, მაგრამ აი ის არისო, ესე ნელა მივიდა, გადმოიღო და თან ეფერება და აი ესო იცი რა არისო? რა არის მეთქი? ამასო გახსნიო, ყოფზი თუ არა გაქო? თით სამოუსვავო, ამას თურქულად მიყვება. თით სამოუსვავო. რეჭამო. მერეო 5 წუთიო დაელოდებიო და მერე მეთქი, მაიცაო, მერე ბოდისო. მერეო ფუჟერო. ჩქრეთერმ ჰერემი, ჩქრეთერმ ბერემი, გერიმ, ჩქრეთერმ ჰეო. აიო. და იმდენი ხანი არ გამოვიდნენ, რომ ამ ტიპს ჩიტო გრიტო ვასწავლე და მე ის დღეები რომ ხედავდა ხოლმე სადაც შევხვდება, ჩიტო გრიტო, გერიმ. კაი. კარგი, ჩემო ბექა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ოქრო ადამიანი ხარ, მაგრამ მე შენი ხა ისე ვერ გაგიშვებ, რომ შენი საყვარელი ამბავი რაც ძალიან გიყვარს და ასე ვთქვათ, თეატრშიც რომ მობრძანდა, გამოირჩეოდა მისი ლექსის კითხვით. საოცარი ნიჭი ადამიანის. ამისთანა გემრიელი ბიჭები მყავს აქ და სულ იძახდი ხოლმე რამდენი, ეხლა მართლა რამდენი ხანია არ მინახი ხარ და ბიჭებზე რო იძახდი ერთი კეიფი ამბავი, აგერ არის ეს ამბავი და მოდი ჩაატარე ერთი შენებური ამბავი ლექსით, თავისი პატარა რაც გინდა წამღერება ბიჭებთან და მე კი კიდევ ერთხელ ჩემ ნიკუშასთან ერთად მადლობას მოგიხდი. აუცილებლად. წარმატება გურჯანს, გურჯანელებს, სრულიად კახეთს, ხელოვნება მიხაროს და კაი საქმე გაკეთეს და მადლობა შენ რომ იმ შენ სამშობლოში კონკრეტულად შენ კუთხეში ამ კეთილ საქმეს აკეთებ და ჩვენ ტელემაყურებელს კი ვეთქვი რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ჩემო ნიკოლოზ რუსთაველის თეატრის მსახიობი, გურჯაანის კულტურის ცენტრის დირექტორი და თელავის თეატრის მსახიობი ბექა სოღულაშვილი. გთხოვთ ბექა.